ერთ-ერთი მოზარდი მეუბნებოდა, რომ ჩვენ მშობლები კარებს ღიას ტოვებენ ოთახში, მიტოვებენ, რომ მიყურონო, რას ვაკეთებ, აი ხო არ მაიმუნობ, მეცადინეობ თუ არა და აი ძალიან ისე ვარ, რომ ამის გამო სულ მონიტორინგის ქვეშ და მე მეძახიან და გარეთ გამოდი ჩვენთან იყავიო და რო გავდივარო, ორივე ყველა არის ტელეფონშიო ჩას და მე უნდა ვიждე უტელეფონოთო და ეს რას ნიშნავს, აი შეგიძლია თუ ამეხსნათო და აი მართლაც რაღაც პარადოქსული ის არის, ხო? მოდით ესე ვთქვათ, ადამიანი ხო მაგალითით იზრდება. კი ბატონო. ჩვენ ხშირად რომ თუ ვეჩიჩინებით და გონია რომ ეს ჩიჩინი საერთოდ არ ესმის, თუ ის არ არის მაგალითთან კავშირში. ქცევაში გამოვლენილი. ჩვენი მეხსიერება არის საერთოდ ესეთი ემოციურია მეხსიერება. ის იმახსოვრებს ბრასში, რამ გამაბრაზა, რამ შემაშინა, რამ გამახარა. აი ფერთან მიმართული თუ ხმასთან და აი თქვა თუ კი ეს ამისგან დაცლილია ეს ყველაფერი და მართლა მექანიკურია, ხო? მე უკვე კოგნიტური დისონანსი ხდება, ჩემგან რასით, ხო? აი ხო, მე რა გავაკეთე, როცა შენ ამას არ აკეთებ. შენ თვითონ არ აკეთებ. მე რა რომ უფროსი ხარ, ხო? აი ეს პროტესტის აი სიგარეტი ჩემთვის შეიძლება და შენთვის შენ პატარა ხარ. ესე იგი დიდი რო ვარ შეიძლება?